Რომში რესტორანთან დაკავებულთა ნაწილი ამ დრომდე რჩება ზახესის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათთან ერთად მყოფი პირები ყვებიან, რომ დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც მართლსაწინააღმდეგო ჩაუდენიათ რამე, ამიტომ მათთვის გაუგებარია რა მიზეზით წაიყვანა ისინი პოლიციამ. დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ადვოკატიც, რომელიც დაკავებულებს მოინახულებს და ასევე დაკავებულებს უნდა შეხვდეს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. სოლიდარობის ნიშნად ზახეში დაკავებულების მეგობრები ყოფებიან საპროტესტო ბანერებით ხელში. მარიამ ელიბაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის ამ წუთებში რა ხდება იზოლატორთან. გისმენ მარიამ. კეთი, რამდენიმე წუთის წინ დაატოვეს ადვოკატებმა ზახესის დროებითი მოთავსების იზოლატორი, როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, დაკავებულებს დაზიანებები არ აღენიშნებათ. 9 პირიდან, რომელიც გუშინ ბაბილოსთან არაპროპორციული ძალით დააკავა გომელაურის პოლიციამ, 4 პირი არის გადმოყვანილი ზახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში და სახალხო დამცველმაც მოინახულა დაკავებულები. მათი შეფასებითაც დაკავებულებს დაზიანებები არ აღენიშნებათ. სტანდარტულად 173 და 176 მოხსედავება მათ გამოძება, რაც ეს კანონიერი მოთხოვნით დაუმორჩილებლობას და აწვრილმა ხულიგნობას გულისხმობს. ახლა ადვოკატები და ოჯახის წევრები ელოდებიან 24 საათს, სწორედ 24 საათის გასვლის შემდეგ უნდა მიმართოს წესით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესის ჩანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ ისინი მაქსიმალური პატიმრობის ვადას 48 საათს იყენებენ და სწორედ ამის შემდეგ მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესის ჩანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით. როგორც ადვოკატები ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, არ არსებობს რეალურად მტკიცებულებები და არ არსებობს რეალურად მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცდება რეალურად ის, რომ დაკავებულებმა პოლიციას არ დაიმორჩილნენ ან რაიმე კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს. შევხვდი დაკავებულებს, ვესაუბრე, როგორც მათ მომახსენეს დაკავებისას, როდესაც გადმოიყვანეს იზოლატორში, მათზე ასე ვთქვათ ფიზიკურ ზეწოლას, ალოდობას ადგილი არ ქონია, განსხვავებით წინა დაკავებისას, ჩვენ ხედავდით როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ მანიფესტანტებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე მათგანი ორ დაკავებულ შევხვდი ამ დროისთვის. ისინი გამოხატვის უფლების ფარგლებში იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე, რასაც ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ თითქოს და ისინი არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებას, ილანძღებოდნენ და ასე შემდეგ, ადგილი არ ქონია. დანიელ ბულკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მიიღო დაზიანება, რამოდენიმეჯერ ჩამართა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად მიმართა შიმშილობს დანიელ ბულკაშვილი. შეეხება მეორე დაკავებულს, მისი განცხადებით, მის მიმართ რაიმე გადამეტება ეს ადგილი არ ქონია პოლიციის მხრიდან. დაკავებულები არიან, როგორც მათ მითხრეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა და კოდექსის 166, 173 მუხლებით, რაც ნიშნავს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ეხლა ველოდებით დღეს 24 საათის გასვლას, 24 საათის გასვლის შემდეგ სავარაუდოდ დამკვიდრებული პრაქტიკა რაც არის გაუგრძელებენ და ხვალეთს თუ არ შეიტანეს 6 საათამდე, მაშინ ხელწინ უნდა გაუშვან და მერე ჩაინიშნება პროცესი. ამ ეტაპისთვის არ მაქვს მე შესაბამისი ოქმები და კონკრეტული მუხლი არ ვიცი, რაცაც მე ჩანაწერებში ვუყურე, დამტკიცებულებებიც დაცვის მხარეს აქვს. მე კონკრეტული ვერაფერი სამართალდარღვევა ვერ დავინახე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის მხრიდან. რაც შეეხება დაზიანებებს, როგორც მე ვიცი, სახალხო დამცველი იმყოფებოდა მასთან და როგორც მისგან გადმოცემით ვიცით, არ აქვს არანაირი დაზიანება, თუმცა დაზუსტებით მას შემდეგ მეწოდინება, რაც პირადად ვნახავ. როგორც მაყურებელმა მოისმინა, დანიელ ბულკაშვილმა, რომელიც გუშინ აპროტესტებდა კლანის მოსამართლეების გადაწყვეტილებას პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ, დაიწყო შიმშილობა. მისი შიმშილობა უკავშირდება არაპროპორციული ძალის გამოყენებას მის მიმართ. ის არაპროპორციული და ძალადობრივი გზებით დააკავა პოლიციამ. რაც შეეხება უშუალოდ სიტუაციას ზახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან იმყოფებიან ზვიად რობაქიძის მეგობრები და ოჯახის წევრები. გუშინ ღამის 3 საათიდან ისინი საკუთარი ძალებით ცდილობდნენ გაერკვიათ სად გადაიყვანეს მათი ოჯახის წევრი თუ მეგობარი, ისინი ბანერებით იმყოფებიან ზახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან და მათი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი წერტილოვნად ჩაიშალოს, ვინაიდან ახლა უწყება მიაკითხავს ყველას, ვინც ებრძვის რუსულ რეჟიმს, როგორც ისინი ამბობენ და ისინი მოუწოდებენ ასევე სხვა რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომ შემოუერთდნენ მათ, ვინაიდან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პროტესტი ჩაიშალოს წერტილოვნად და ლოკალურად. აპროტესტებდა აბსოლუტურად მშვიდობიანად და ამის ვიდეო მტკიცებულებაც გვაქვს ჩვენ, რომ მას არც ხმა მოუღია, არც გინება იყო მისი მხრიდან. აბსოლუტურად მშვიდად წყნარად იდგა ადამიანი, უცებ მოვარდა პოლიცია, დააავლო ხელი და წაიყვანა.
და ჩვენთვის ეს არის მესიჯი, რომ ეს ტერორი და უსამართლობა მივა აბსოლუტურად ყველა ადამიანთან, ვიდრე არის ჩვენი მეგობარი ციხეში, ჩვენ ვზივართ აქ გარეთ, იზოლატორის წინ და არ ვაპირებთ სახლში წასვლას და დაძინებას, ვიდრე ის იქნება ციხეში. გუშინ ჩემი მეგობარი მოყვა დაჭერებში, სახლში ვიყავი 2 წლის მცირე ბავშვთან ერთად. ჩემი მეუღლე და ჩემი მეგობარი იყვნენ გასულები აქციაზე. ნახე რომ უბრალოდ იდგა ადამიანი, მოეპარა პოლიციელი, დააულო ქეჩაში ხელი და დააკავა. ნუ ეგ რომ ნახე ცხადია გამოვედი მეც პროტესტზე. ძლივს ვიპოვეთ, სად იყო? ზუსტად ეგ მოსამართლეები არიან იმ უსამართლობის შემოქმედები, რომლებსაც ჩვენ თითქმის უკვე ყოველ სასამართლო პროცესებზე ვაწყდებით, რაც არის კომიკური, ტრაგიკული და საერთოდ ადეკვატურობის ფარგლებს გაცდენილი. გასულ ღამეს რესტორან ბაბილოსთან დაკავებული 9 ადამიანიდან 4 ადამიანია გადმოყვანილი ზახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მე როგორც გითხარით, გამოძიება მათ ადმინისტრაციული წესით სამართალდაღუპვას ედავება 173 და 176 მეექვსე მუხლს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და ასევე წვრილ ხულიგნობას გულისხმობს.